გამარჯობა, მოგესალმებით გმირთა სამყაროში, მე სამარიტელი ვარ და გამომდინარე იმ სათავიდან, რომელიც ამ ვიდეოს აქვს, დასაკვირველია თქვენ აქ ხართ რაღაც აღლისა და გიჟურის მოსასმენად. ხო და ნება მომეცით თავიდანვე გადავიდე ამ თემის განხილვაზე. მანამდე კი მინდა შეგახსენოთ, რომ გამოიწვიოთ ჩვენი არხი, რათა დაგვეხმაროთ მეტი მსგავსი ვიდეოების გაკეთებაში. პირველ რიგში მინდა გიამბოთ ის, თუ როგორ მომივიდა იდეა ამ ვიდეოზე. იდეა მივიღე ვებსაიტ Reddit-ის ერთ-ერთი პოსტიდან, რომელშიც იყო გამოთქმული ვარაუდი, რომ საბოლოო ეტაპის პირველ ტრეილერში ჩვენ უკვე ვნახეთ ჰელა. თურმე კადრია საუბარი ამას რამდენიმე წამში გეტყვით, მაგრამ მანამდე მინდა ვთქვა, რომ Reddit-ის ამ პოსტზე მაინც და მაინც ბევრი არგუმენტი არ იყო. ანუ საერთოდ არანაირი არგუმენტი არ იყო. შესაბამისად მომიწია ამიღო ეს იდეა და მეიქცია ის ისეთ რამედ, რაც საკმარისად საინტერესო და დამაინტრიგებელი იქნებოდა იმისთვის, რომ ვიდეოდ მეიქცია. მაშასე დრო დავიწყოთ სპეკულაცია და თეორიების ჩამოყალიბება. მაგრამ მანამდე ვნახოთ მომენტი, რომელმაც საერთოდ დაბადა ეს ვიდეო. გასაგებია, რომ დიდი ალბათობით ეს ნებულას ხელი გახლავთ, მაგრამ ამ თეორიის ხათრით ცოტა ხნით მაინც უნდა დავიჯეროთ, რომ ეს შესაძლოა ჰელაც იყოს. თანაც დააკვირდით მის ხელებს, უფრო სწორად თითებს. მას შავი ლაქი აქვს წასმული, მე კი გადავამოწმე და ვიპოვნე, რომ არც ერთ წინამორბედ ფილმში ნებულას არ ქონია მსგავსი ფერის ლაქი ფრჩხილებზე. დამატებით ეს ლაქი შავის რომ არ იყოს, დააკვირდით მისი ხელის ხედა ნაწილს. მას ასე ვთქვათ, წაწუტებული გრძელსახლება 60 აცვია. გრძელსახლება დიახ, მაგრამ წაწუტებული სახელო ნებულას აქამდე არ წნია. მაგრამ აბა გამოიცანეთ, თუ ვინ ერგება ყველა ჩამოთვლილ აღწერას. დიახ, ეს გახლავთ ჰელა. შავი მანიკური არის, წაწუტებული სახელოები არის. ახლა კი რომც დავიჯეროთ ის ფაქტი, რომ ამ მომენტში მართლაც ჰელა ეხება ტონის მხარზე. არსებობს კიდევ ერთი დიდი წინააღმდეგობა, რომელიც გახლავთ კითხვა, თუ რა უნდა ჰელას აქ, ამ ხომალდე ტონის გვერდით. ამ კითხვას ვიდეოს განმავლობაში გავცემთ პასუხს. ხო და მოდი დავიწყოთ ამ გრძელი პასუხისთვის თავის მოყრა. პირველ რიგში უნდა დავიწყოთ იქიდან, თუ როგორ შეიძლება ჰელა იყოს აქ აი ამ მომენტში. ბოლოს რომ ნახეთ, ჰელა სურტულის მთის ხელა ხმას შეეწირა და მოკვდა. ან ეს ჩვენ გვიგონა ასე. არსებობს ორი მყარი არგუმენტი ამის საწინააღმდეგოდ. პირველი ის, რომ გაგიკვირდებათ და ჰელა მისი ძმების მსგავსად ასევე ღმერთის ტიტულს ატარებს. თუ თორი ჭექაქუხილის ღმერთია, ხოლო ლოკი ასე ვთქვათ ჯადოქრობის, ჰელა გახლავთ სიკვდილის ქალღმერთი და თუ თორს შეუძლია ელვის ტყორწნა, რომელიც მისი ტიტულიდან გამომდინარეობს, ხოლო ლოკი შეუძლია თავისი კლონების და სხვადასხვა ჯადოქრული რაღაცეების გაკეთება, ვფიქრობ ჰელას თავისუფლად შეუძლია არ მოკვდეს, გამომდინარე მისი ტიტულიდან. მეორე ვარიანტით კი შეიძლება ჰელა ზუსტად იმ წამს, როცა სურტური ისის იყო, თავის ხმას არ ჭობდა, გაიქცა იქ, სადაც თავის დროზე ოდინმა გაამწესა, ჰელში. ჰელი ერთი სილოთი იწერება და დაახლოებით ისეთივე რამეა სკანდინავიური მითოლოგიისთვის, როგორც ჩვენთვის ჯოჯოხეთია. ავირჩიოთ მეორე ვარიანტი და ჩავთვალოთ, რომ საბოლოო ეტაპის დაწყებამდე ჰელა მის სამფლობელოში, ჰელშია. ახლა მხოლოდ იმაზე გაგვჭირდება გავცეთ პასუხი თუ რატომ. რატომ არის ჰელა ამ მომენტში ტონის გვერდით? ჩვენ უკვე გვაქვს ცნობები, რომ შურისმაძიებლებ 4-ში იქნება სცენები იმ ტაძარში, სადაც თორი იყო ალტრონის ერაში, როცა იგი ვანდამ შთააგონა. გვაქვს ინფორმაცია, რომ თორთან ერთად ამ ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაღებებისას შენიშნეს ვალკირია, ლოკი, როკეტი და აბა გამოიცანეთ ვინ. დიახ, ჰელა. ასევე არსებობს ცნობები სხვა წყაროებიდან, რომ საბოლოო ეტაპში თორი იმოგზაურებს ჰელში და შეეცდება მის მმართველთან, ანუ ჰელასთან მოლაპარაკებას, ხოლო ჩვენ არ ვიცით თუ რაზე იქნება ეს მოლაპარაკება. დასაკვირველია, ეს ცნობები ოფიციალური არ არის და არ გვაქვს საშუალება, რომ როგორმე დავადასტუროთ მათი ნამდვილობა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ თეორიები მუდამ რაღაც წარმოსახვიცია აგებული, ვფიქრობ ის ფაქტი, რომ ეს ცნობები საერთოდ არსებობს, უკვე საკმარისია და უფრო გვარწმუნებს იმის შესაძლებლობაში, რომ ჰელა მართლაც იყოს საბოლოო ეტაპში. გამომდინარე იქიდან, რომ გვაქვს საფუძვლიანი ცნობები ვივარაუდოთ თორის და ჰელას შეხვედრა ჰელში, შეგვიძლია თავისუფლად ვთქვათ, რომ თორი იქ თავისი ნებით ჩავა, ჰელასთან გარიგების დასადებად და სავარაუდოდ თუ ლოკი მართლა მოკვდა ამ მომენტში, ისიც იქ იქნება. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ბოლომდე არ ვიცით რა გარიგება იქნება შემდგარი თორსა და ჰელას შორის, ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თორი ჰელას იმ ადამიანის პონიოს თხოვს, ვინც ძალიან დიდ დახმარებას გაუწევს მათ თანასწორის დანაშაულის გამოსწორებაში, ხოლო ეს ადამიანი რა თქმა უნდა გახლავთ ტონი სტარკი. წარმოიდგინეთ სცენა, სადაც თორი ჰელას თხოვს ტონის მოძებნაში დახმარებას. ჰელა კი გადაიხარხარებს და თორს ეტყვის, რომ ტონი უკვე დიდი ხნის მკვდარია. თორი კი ჰელას მოსთხოვს გარიგების თანახმად დააბრუნოს ტონი მათ ცოცხალთა სამყაროში. დიდხნიანი მოლაპარაკებების შემდეგ კი ჰელა დასთანხმდება თორს. დიდხნიანი მოლაპარაკებების შემდეგ კი ჰელა დათანხმდება თორს ტონის გაცოცხლებაში. სანაცვლოდ ჰელაც რაღაცას მოითხოვს. ჰელა კი ისე ჰელაა, რომ ყველაფერი ისე გააკეთოს, როგორც თორს სურს. ის კი გააცოცხლებს ტონის, მაგრამ არც თორს ეტყვის, თუ სად არის ის და არც ტონის დააბრუნებს დედამიწაზე. შესაბამისად, სრულიად სავარაუდო, რომ ჰელა მართლაც იყოს ამ მომენტში ტონის გვერდით და აცოცხლებდეს მას. ხოლო ჰელას დაბრუნებას ჰელში მოჰყვება კადრები, სადაც ტონი ნებულასთან ერთად მუშაობს დედამიწაზე, ან უახლოეს კოსმოსურ სადგურში დასაბრუნებლად. და აი ეს, ჩემო მეგობრებო, გახლავთ ის,
როგორ შეიძლება ჩვენ უკვე გვენახა ჰელა საბოლოო ეტაპის ტრეილერში. რა თქმა უნდა, რაც არ უნდა გამაჟერებლად ჟღერდეს ეს თეორია, მისი ახდენის შანსი მაინც და მაინც დიდი არ არის. თუმცა გარკვეული მომენტები, მაგალითად თორისა და ჰელას გარიგება ჰელში, სრულიად შესაძლებელია მართლაც იყოს შურისმაძიებლებ 4-ში. ძალიან მაინტერესებს თქვენი მოსაზრებები ამ თეორიასთან დაკავშირებით. ისიც კომენტარების სექცია ძალიან გამოგადგებათ. თქვენს ასთანეთად ასევე ძალიან მაინტერესებს რამდენადაა შესაძლებელი თქვენი აზრით ჰელას გამოჩენა მომავალ შურისმაძიებლების ფილმში. არა მაინც და მაინც ტონის გადაცოცხლება. შეაფასეთ ეს შესაძლებლობა 10 ბარიანი სისტემით, სადაც 1 ნიშნავს, რომ ჰელა არ იქნება საბოლოო ეტაპში, ხოლო 10 კი ნიშნავს, რომ ის იქნება ამ ფილმში. ამ დროისთვის კი სულ ეს იყო. გამოიწერეთ ჩვენი არხი თუ მოგეწონათ ეს ვიდეო და გადახედეთ ჩვენს სხვა ვიდეოებსაც. ძალიან დიდი მადლობა რომ გვიყურეთ და მალე გნახავთ ყველას.